დიპლომატიის თვალსაზრისითაც გამართული იყოს ყოველმხრივ რა დიპლომატიური ურთიერთობები მაქვს რუსეთთან დაკავშირებით. ეხლა თუ გავიხსენებ ჩვენ სულ გვეუბნებიან ის ჩვენი მეგობარი ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები ვიღაცა კი როგორ არა დაგეხმარებით ამას უზად იმასთან, მაგრამ რუსეთთან მოაგვარეთ თქვენ ურთიერთობა, ხო? სულ გვეუბნებიან ამას რა. ეს არის პირდაპირ მინიშნება, რომ პირველ რიგში შენ უნდა მოაგვარო რუსეთთან ურთიერთობა. რა. რანაირად როგორ აქ მეწვის ხიძზე სიარული არის საჭირო. ეს ჩვენი მეფეებიც მეწვის ხიძზე დადიოდნენ. კი ბატონო გიორგი, ამ ობიექტური სამეცნიერო ნაშრომის დადებისთვის რამდენად საკმარისია დრო, რომელიც არის გამოყოფილი, რესურსი, რომელიც არის გამოყოფილი და 50 გვერდი, რომელზედაც არის საუბარი. ძალიან მშრალი იქნება ეს 50 გვერდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხებს მოიცავს. აქედან ახლა ძალიან ძნელი იქნება ეს ხო გეუბნებით რა ამას ჯობია თვითონ საკითხზე რომ 20 და 30 და 50 გვერდი კონდეს თვითონ საკითხზე ადამიანს დასაწერი უფრო თავისუფლად დაწეს უფრო კარგად დაწეს და უფრო კარგად გაშლის თავის აზრზე ეს რაღაც თეზისების სახით იქნება რაღაც ძალიან მოკლედ იქნება დაწერილი და ძალიან ინფორმატიული იქნება ძალიან ანუ ესე იგი ისედაც ეს გამიზნულია იმ აუდიტორიაზე ვინც ამ საიტში მანდამე ჩახედულია ითარგმნება ინგლისურად და ანუ ესე იგი თუ მათ უცხოელს დაინტერესებს ის გასაგებია რომ 304 გვერდს ჩვენზე არ დაიგითხავს ამას უწაით რაღაც წარმოდგენა შეიქმნება და მეორე უკვე შეიძლება ხმან წავიდეს რაც შეეხება კი კოლექტიურ მეხსიერებას აი ჩემი მიდგომა არის ესეთი რომ ქართულებმა უნდა იცოდეთ რა ხდება სიამდვილეში უნდა იცოდეთ იმიტომ რომ ცუდი რა აკეთებს რუსეთმა მაგალითად ეს არ არის აუცილებელი ეს არის თვითმიზანი უნდა იცოდეთ რომ ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერ იმპერიას თუ პატარა ერს როგორც ჩვენ ვართ აქვს თავისი ინტერესები პრაგმატული ინტერესები და ორმხრივი ურთიერთობები იგივე ჩვენს რუსეთს შორის ყოველთვის მოკლებულია სენტიმენტებს რომანტიკას ეს არის ძალიან პრაგმატული ძალიან მკაცრი ძალიან მშრალი და აი ეს მოხსენებას მინდა რომ ამას მოემსახუროს რომ პოლიტიკა დიპლომატია მithumetes საერთაშორისო პოლიტიკა დიპლომატია არის ყოველთვის ძალიან პრაგმატული ძალიან მკაცრი და ძალიან მშრალი და აი ამნაირი დასკვნები რეპორტები რომელზეც ჩვენ წერთ ამას უნდა ემსახუროს რომ ხალხმა ნელ-ნელა აითვისოს ეს ამბავი რომ პოლიტიკა ძალიან მკაცრია ორმხრივი ურთიერთობები მithumetes შენ გაქვს ურთიერთობა ძალიან დიდ და საშიშ სახელმწიფოს როგორც რუსეთი ძალიან მკაცრია პრაგმატულია და ამ ურთიერთობაში სენტიმენტები ადგილი არ აქვს სენტიმენტებს არანაირად და იდეალებს ეს არის ძალიან მკაცრი და დაუნდობელი სამყარო და ეს რეპორტი არის ერთ-ერთი ამის ნაწილი ჩვენ ალბათ გავიაზროთ საბოლოო ჯამში ოდესღაც კარგად ყველამ ძალიან კარგად ბატონ გიორგი აბა დიდ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ვერ დამისახელებ თქვენ მე მგონი ვერც ერთ დიდ სახელმწიფოს რომელიც თავის პატარა მეზობელზე ზრუნავდა არა ეს ის არის ბევრს გონია რომ ზრუნავს რუსეთი ჩვენზე დღემდე გონია არ არსებობს ესეთი დიდი სახელმწიფო რომელიც თავის პატარა მეზობელზე ზრუნავს ის იქ ყველგან ატარებს თავის ინტერესებს და მე მგონი იმას აქვე მას აქსიომაა რა პოლიტიკაში რომ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები სახელმწიფოები არსებობს მუდმივი ინტერესები ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ პირველ რიგში აი თქვენ თქვით რომ რუსეთს უფრო მეტი მოეთხოვება არა ჩვენ უფრო მეტი მოგეთხოვება იმიტომ რომ ჩვენი თავზეა ლაპარაკი ჩვენ სახელმწიფოზე ჩვენ ქვეყანაზე ჩვენს მომავალზეა ლაპარაკი ამიტომ ჩვენ უფრო მეტი მოგეთხოვება ამიტომ რუსეთს შეიძლება ეპატიოს და შერჩეს ის რაც მან დააშავა გამიგეთ რა შესწომებით დაუშვა იმიტომ რომ დიდი ქვეყანაა ძალიან და ჩვენ ეს შეიძლება ძალიან ძვირად დავიდეთ, ბევრად უფრო ძვირად ვიდრე რუსეთი. კი ბატონო, ძალიან დიდი და გინდა ეს საპირწონე არ არის, თუ იმასაც ძალიან ძვირად დავუშვდა, ამიტომ ჩვენ და მე დავასრულა მოგდარემ. მიზანი არის რომ არავის არ უნდა მიეშთეს რომ ვიღაცას ჩვენ უყვარვართ გარედან. უბრალოდ არ უყვარვართ, თავის ინტერესები ჰქონდა. აი ეს არის მიზანი საბოლოო ჯამში. აი ამიტომ გასაგებია. არც არავის არ უყვარვართ. რა თქმა უნდა და ყველას თავისი ინტერესებია. ამერიკასაც, საფრანგეთსაც, გერმანიასაც. რუსეთს უყვარს ბევრს გონია და ეს არის აჰა, გასაგებია. ბოლო კითხვას დაგისვათ ძალიან მოკლე პასუხი. 15 არა, დავამთავრეთ, მაგრამ მაინც უნდა დავსვა კითხვა. 15 დეკემბრამდე უნდა 15 დეკემბერს უნდა მოხდეს ამის პრეზენტაცია? რატო 15 დეკემბერს? რატო ჩქარობთ ესე? 16-ში რა ხდება? 16-ში რა ხდება? არა, 15 აგვისტოს დავიწყეთ ოფიციალურად 4 თვეში უნდა ჩავარდეთ. აჰა, გასაგებია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დროსთან დაკავშირებით თუ შეიძლება ისა, ეხლა დრო მართალია მცირეა ძალიან, მაგრამ ეს წევრები ვინც არიან ამას ვინც წერენ, ეხლა რამოდენიმე გვარი მაინც რომელიც ვისათვის ნო, ისინი დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობენ და ასე რომ კი ბატონო, რაღაცნაირად გააზრებულებთ, ასე რომ არ იქნება ეს სპონტანურად ასე ვთქვათ, აი დაждდა და დღეს დაიწყო დაწერა. გასაგებია, მოდი დავალოდოთ 15 დეკემბერს სამდენად ობიექტური დასკვნა იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ იმედი მაქვს შევიკრიბებით და გავაანალიზებთ უკვე შექმნილ დოკუმენტს. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ოთხმაზურს და თორნიკე შარაშენიძეს, იმიტომ რომ იმისთვის რომ მოვიდნენ და მიიღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, ზუსტად 9 საათზე თქვენ გულდებათ მაესტროს ახალი ამბები. მაკა ცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერძის სტუმრები იქნებიან აკაკი მინაშვილი, დავით ზურაბიშვილი. მე ხვალ ზუსტად 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.